მარი, რამდენიმე ხნის წინ ალბათ შენც წააწყდი სოციალურ ქსელში, კერძოდ Facebook-ზე გამოჩნდა ფინური სასკოლო მოდელის ამსახველი ფოტოები, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიჩნდა საზოგადოების მხრიდან და ჩვენც არ შეგვეძლო არ შევხებოდით ამ ფაქტს და ჩვენ და სტუდიაში ამ თემასთან დაკავშირებით მოვიწვიეთ ფილოსოფოსი ბური სულთანიშვილი, რომელსაც ძალიან საინტერესო სტატია ბლოგი აქვს დაწერილი. ბური ახლა სტუდიაში შემოგვერთდება. მოგესალმებით. მადლობა ჩვენი სტუმარი ხართ. სანამ ვიდეოს ვნახავთ, აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადოთ მაკო ხამბაშიძეს, რომელიც გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და ამჟამად ფინეთში სწავლობს სამაგისტრო პროგრამაზე, ისწავლობს ფინეთის სასკოლო მოდელს და გვეხმარა ძალიან მოგვაწოდა ვიდეო მასალა, შეგვიძლია ვნახოთ და რამდენიმე წუთში დაბრუნდებით უფრო ცლად კავშირით ამ თემას. ეს ფინეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლაა, სადაც ბავშვები 7 წლიდან იწყებენ სწავლას და 13 წლამდე საშინაო დავალებებს არ ასრულებენ. არ არსებობს სპეციალური კლასები, ყველაზე სუსტები და ყველაზე ძლიერებიც ერთ კლასში სხედან. ფინელი მოსწავლეები საერთაშორისო ტესტირებებში უმაღლესი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. ყველაზე მეტად რამაც გამაოცა ეს საკლასო ოთახებში დივნების არსებობა. მოსწავლე, რომელიც არაკომფორტულად იგრძნობს თავს, შეუძლია მოთავსდეს დივანთან და ასე გააგრძელოს მუშაობა. მასწავლებლები მართლაც გვეხმარებიან ვისწავლოთ. ისინი გვამხნევებენ და კარგად გვეპყრობიან. აღწერეთ სწავლის პროცესი, რა მოგწონთ ყველაზე მეტად სკოლაში? მე ვფიქრობ, რომ ბევრ პროექტს ვახორციელებთ ერთად და ეს ძალიან კარგია. ჩვენ მხოლოდ წიგნებს არ ვიყენებთ, სხვადასხვა რაღაცეებს ვაკეთებთ. ვიყენებთ კომპიუტერებს, გავდივართ გარეთ და იქაც ვაკეთებთ რაღაცას. ანუ თქვენ გაქვთ თავისუფლება. კი. თავს ციხეში არ ვზნობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის მაგალითად ისწავლო ლოგიკური მაგალითი მათემატიკაში. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არაა მთავარი. მე მინდა მოსწავლეებს გავაგებინო, რომ კარგები არიან და ნიჭი აქვთ. მინდა мотиваცია მივცემათ და მივახვედრო, რომ აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ყველაფერი, რის სწავლასაც მოინდომებენ. მოსწავლეებმა შეიძლება დაუშვან შეცდომები, ძალიან ბევრი შეცდომებიც კი, მაგრამ ისინი მაინც კარგები არიან. როდესაც პირველად ხვდები მოსწავლეებს, ხანდახან მათ შეცდომებზე პოზიტიური რეაქცია მაქვს. ესაა ჩემი კონკრეტული ხერხი, რომ ვუთხრა მათ. შეცდომები კარგია. მიყვარს მოსწავლეებთან საკითხების განხილვა, აგრეთვე იმის სწავლება, თუ როგორ ისწავლონ. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ახლო ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ შორის არ არის დისტანცია. მნიშვნელოვანია კარგად იცნობდე მოსწავლეს და მასთან ერთად განიხილო რაღაცეები. უყურებდე მას როგორც ადამიანს. ხედავდე მის ნიჭსაც და უნიჭობასაც. ხედავდე იმ მახასიათებლებს, რაც მას უნიკალურს ხდის. 90-იან წლებში ფინეთი საგრძნობლად ჩამორჩებოდა დასავლეთ ევროპას, როგორც ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ისე განათლების დონით. ფინეთში მხოლოდ 25% იღებდა სასკოლო განათლებას. ქვეყნისთვის სასკოლო განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახდა. საკუთარი სასკოლო სისტემა არა მხოლოდ ეფექტიანობაზე და კონკურენციაზე ააგო, არამედ სამართლიანობასა და ურთიერთთანამშრომლობაზე. მათ აქცენტი სკოლის იდეაზე გააკეთეს, ანუ სკოლების თანასწორი დონის შექმნაზე. ყველა სკოლას უნდა შეეთავაზებინა ბავშვისთვის თანაბარი რესურსი, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა. დღეს ფინეთში ეს სასკოლო მოდელი წარმატებით მუშაობს.
მე ვიტყოდი, რომ ფინეთის განათლების სისტემის საფუძველი არის ნდობა. ყველა მოქმედი პირი ერთმანეთს ენდობა. მშობლები მასწავლებელს და სკოლას ენდობიან, ბავშვები ენდობიან მათ მასწავლებლებს და სახელმწიფო პირები ენდობიან სკოლებს. მე, როგორც სკოლის დირექტორმა, ვიცი, რომ მასწავლებლებმა იციან რა აკეთონ. კიდევ ერთი ფაქტორია თანასწორობა. აქ ფინეთში ყველა ადამიანს, ყველა ბავშვს აქვს ერთნაირი შესაძლებლობები. განათლება საჯაროა, უფასოა და ყველას ეძლევა. აგრეთვე ჩვენ მოსწავლეებს ვაძლევთ თავისუფლებას, რომელიც პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია სწავლის შესაძლებლობა მივცეთ მათაც კი, ვინც სხვებივით ძლიერი არაა და ვიზრუნოთ ყველაზე სუსტებზე. ფინური განათლების სისტემა გახლავთ ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილი და როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარია გური სულთანიშვილი, ფილოსოფოსი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ანას მადლობა ასეთ საინტერესო ვიდეოსთვის. გური, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ. საინტერესოა ცოდნის დათვლის ყველაზე გავრცელებული მეთოდი, სტანდარტიზირებული, ასე ვთქვათ, ტესტირებების ნაცვლად ფინეთში არსებობს და მოქმედებს კოგნიტური მოდელი, ხო? რას გულისხმობს ეს მოდელი, რომ აგვიხსნა და რატო ჩაანაცვლეს ეს პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. სტანდარტიზებული ტესტირების მოდელი გულისხმობს, ეს არის 80-იან წლებში რეიგანის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი ერთ-ერთი დათვლის მეთოდი, რომელიც გულისხმობდა არა უშუალოდ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ რეზულტატების გაუმჯობესებას. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, სტანდარტიზებული მოდელი არის მარტივად დათვლადი, ანუ საგანმანათლებლო ღირებულებას იძენს ის, რაც არის მარტივად დათვლადი და შესაბამისად ხარისხზე, ვთქვათ, ბატონობს უფრო რაოდენობრივობა. აქედან გამომდინარე, მასწავლებლებს თუნდაც მოსწავლეებს უკვე აღარ აქვთ мотиваცია, რომ ისწავლონ, ვთქვათ, ის, რაც არ არის კლას გარეშე და ისინი ორიენტირებულები არიან იმაზე, უშუალოდ ტესტი როგორ შეამოწმებს და ეგეთი პარადოქსით შეიქმნა, რომ ვთქვათ, თუ ეს გამოცდაზე უნდა გამოწმებდეს ტესტირება, ანუ რა ისწავლე, არამედ პირიქით ხდება, ანუ სწავლობენ იმას, თუ რა უნდა შეამოწმონ გამოცდაზე. ამან აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით გვანახა ბევრი კვლევების თანახმად, რომ ვერ გამოდგა ისეთი ეფექტური. აი რა ნეგატიური მაჩვენებლები? ნუ ნეგატიური მაჩვენებლები არის ის, რომ მხოლოდ რაოდენობრივობა და მხოლოდ თქვათ ეს პირდაპირ ფორმალური ანალიზები არ არის საკმარისი და ადამიანს სჭირდება თქვათ წარმოსახვა, თქვათ რაღაც ისეთი საკითხები, რასაც არადათვლადი ღირებულება აქვს და შესაბამისად ფინეთთან სტანდარტიზებული ტესტირება ერთი მხრივ ეს თანასწორი მოდელი, რომელიც ყველას ამოწმებს ერთნაირად, არის უთანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული, იმიტომ რომ სხვადასხვა უნარების ბავშვებს თხოვს ზუსტად ერთნაირ და ერთ თარგზე მოჭრილ შემოწმების სისტემაზე. ფინეთმა შესთავაზა ეს კოგნიტური მოდელი, რომელიც არის ესე იგი არა ვინმესთან მიმართებაში შეამოწმო ბავშვი, არამედ თავის თავთან მიმართებაში თუ როგორ გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ან წინა სემესტრთან შედარებით. თან ეს პრინციპი აი ველური კონკურენციის პრინციპს ეწინააღმდეგება რა, ეს კოგნიტური მოდელი. შესაბამისად, ამ კოგნიტურმა მოდელმა ასევე, ანუ ემპირიულად გვანახა, რომ ფინეთი არის ის სასკოლო სისტემა, სადაც ყველაზე დაბალი აკადემიური მოსწრების ბავშვები და ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების ბავშვები არიან ერთ ჯგუფში და მათ შორის თქვათ სხვაობა არის ყველაზე დაბალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ანუ იქ არის თანასწორობის პარადიგმა განხორციელებული, რაზეც დაემყარა შემდეგ ეს ეფექტიანობა, რაც სიუჟეტში იყო ნაჩვენები და ასე შემდეგ. სხვა შორის გავრცელებული ესე მოსაზრების თანახმად თანასწორობის საწინააღმდეგო ცნება არის თითქოს ეფექტიანობა, იმიტომ რომ თანასწორობა პროგრესს და ვთქვათ ესე ეფექტურ განვითარებას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ეს პრინციპში ევროპულმა გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ ეს ესე არ არის. და როგორ დაამტკიცა? ამის საილუსტრაციოდ ყველაზე კარგად გამოდგება ალბათ თუნდაც ჯანდაცვის მოდელი, აი ბევერიჯის სისტემა, რომელიც ხარჯ-ეფექტურობით ბევრად ნაკლებს ხარჯავს, ანუ უნივერსალური ჯანდაცვა, ვიდრე მაგალითად ტარგეტირებული სისტემა, რომელიც უშუალოდ მიზნობრივ ჯგუფს აზღვევს ეს, იმიტომ რომ რისკების დაბალანსება აქვს. თუნდაც ფინურმა სასკოლო მოდელმა, რომელიც არის მთლიანი და თანასწორობის პარადიგმაზე, არა ვთქვათ, ყველაზე კარგი სკოლის შექმნაზე, არამედ ყველა სკოლა რო ერთნაირი ყოფილიყო, აი ამ იდეაზე აგებული, ყველა ბავშვს მიიღო ერთნაირი განათლება, აი ამ თანასწორობის პარადიგმამაც ბევრად უფრო ხარჯ-ეფექტური სისტემა მოგცა, ვიდრე მაგალითად ამერიკის
მოდელმა ფინეთის სასკოლო მოდელში თითო ბავშვზე იხარჯება დაახლოებით $30 ნაკლები ვიდრე ამერიკაში და მასწავლებლებს აქვთ ბევრად მეტი ხელფასი, საშუალო ხელფასი კი ბევრად მაღალია და პლუს ამას ბევრად მეტი აკადემიური თავისუფლება აქვთ, ბევრად მეტი დასვენების დრო და მეტი მასწავლებელი არის ვიდრე ამერიკაში. შედეგიც უკეთესია. ხო, შედეგიც რა თქმა უნდა. ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი ამ მოდელის წარმატების პედაგოგებშია. აი, ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია ფინეთში როგორც წავიკითხე მე სტატიაში. როგორ პირობებს უქმნის თავად სახელმწიფო, როდესაც უკვე პროფესია მასწავლებელს ირჩევს ადამიანი? აი, საერთოდ ყველა სახელმწიფოში, ყველა ქვეყანაში რაღაც პოლიტიკური ღირებულებები მოქმედებს, მაგალითად თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა და აი ამ ღირებულებების გარშემო ცხოვრობ. ყველა საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოციალური სტატუსი და მაღალი სიმბოლური კაპიტალით გამოირჩევა მაგალითად ექიმი, იმიტომ რომ თქვათ ეს სიცოცხლის თეორია თუ არ არის დაცული, ყველა სხვა ღირებულებას ასე ეკარგა. დაახლოებით აი ამ სტატუსს არის გათანაბრებული ფინეთში მასწავლებლის პროფესია, იმიტომ რომ თქვათ იმან უნდა აგიხსნა შენ რა არის შენთვის შემდეგ სამართლიანი ღირებული და ასე შემდეგ. ხო, თუნდაც ექიმად, ანუ ეს ცნობიერება ჩამოგიყალიბოს აი ამ სახის პედაგოგიკა. შესაბამისად, ფინეთში მასწავლებლის პროფესია ერთი მხრივ არის დაფასებული, როგორც სოციალური სტატუსის მხრივ, მეორე მხრივ, ანაზღაურება აქვს ძალიან მაღალი და არის მაღალი კონკურენცია, იმიტომ რომ ვთქვათ, ბაკალავრის შემდეგ, ვისაც სურს აი ამ საგანმანათლებლო სფეროში გაგრძელება თავის კარიერას, ხოლო 10-15% თუ ახერხებს და სხვა შორის ის იყო ძალიან კარგი სტატისტიკა, რომ ნიუ-იორკში არის ესე იგი ბევრად მეტი სამუშაო საათი აქვთ. ბევრად მეტი, ერთი მხრივ ბევრად მეტი სამუშაო საათი აქვს და ბევრად მეტი ბავშვია ვიდრე ფინეთში. ფინეთში არის 600,000 მოსწავლე და იქ არის 1,100,000 და მასწავლებლების რაოდენობა არის თანაბარი. შესაბამისად, ანუ ფინეთი თავის სასკოლო მოდელს აგებს ერთი მხრივ თქვათ ეფექტიანობაზე და მეორე მხრივ ხარისხზე. ხარისხი ის, რომ მასწავლებლებს ჰქონდეთ აკადემიური თავისუფლება, ჰქონდეთ სამუშაო საათები ისე, რომ თქვათ არ გადაიტვირთო. თან ესეც ემპირიულად დამტკიცებული არის, რომ მაგალითად მეცნიერ მუშაკი, რომელსაც აქვს საკონტრაქტო პირობები, ხო, ის კვლევას და ექსპერიმენტირებას უკვე ერიდება და ცდილობს რაც მეტ სამუშაო საათს აიღებს, ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო საათი აიღოს და ფინეთში კიდე პირიქით არის ყველაფერი სახელმწიფო სუბსიდირების ქვეშ ხორციელდება და იმას აღარ აქვს უკვე აქვს რაღაცა მხრივ ონტოლოგიური გარანტიები რომ ის დაფასებულია შესაბამისად უთმობს თელ ენთუზიაზმს და ყველაფერს თავის პროფესიას. ფინური განათლების სისტემა ჩვენ რომ გადმოვიღოთ და ნუ ისე რომ თავისთავად ალბათ მოხდება გათვალისწინებული ჩვენი რეალობა და ისე მოხდება გადმოტანა და კოპირება ამ მოდელის თუ არის ეს ისეთი სტანდარტული მოდელი რომ ყველა გარემოს უხდება? მე მგონია რომ ეს რაღაც უფრო იმ კონკრეტულ გეოგრაფიულ ერთეულში შეიქმნა ეს მიგნება და თან პლუს ამას ფინეთი 60-იანი წლებიდან თქვათ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ძალიან ჩამორჩებოდა ინფრასტრუქტურით, განათლებით და ასე შემდეგ. ფინეთმა თავისი განვითარების გეგმა და სტრატეგიული განვითარება დაუკავშირა თქვათ ცოდნაზე ორიენტირებულ, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას. რაც ნიშნავს რომ თქვათ რაც აისახა რომ წარმოების კვლევის წილი ხო მთლიანი შტა პროდუქტიდან იქ არის დაახლოებით 4-4.5%, როცა ჩვენთან 1%-იც არ იყო ხოლმე. პრინციპში იდეურად მე ვეთანხმები არ ვიცი ამდენ მაგრამ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა რაღაც მხრივ ჩვენ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ დიდი ალბათობით მხოლოდ და მხოლოდ იდეები, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობით სხვადასხვა წარმოებით ჩვენ სოფლიოს ვერ გავეჯიბრებით. შესაბამისად გვჭირდება დიდი ინვესტიცია, რომ კვლევაზე მოვიდეს, მაგრამ ნუ ეს არ ხორციელდებოდა ჩვენთან. და მეორე ფაქტორი არის კიდე ჩვენი განათლების პრობლემაში ყოველთვის არასწორი სტრატეგიების დასახვა, იმიტომ რომ ჩვენ სოფლიო კონკურენტუნარიან ინდექსით ამ სწავლების
სფეროში, სადაც 158 ქვეყანაში ჩვენ ვართ 94 ადგილზე და თქვათ წიგნიერების კუთხით, მინიმალური საბაზისო უნარებით, რაც ბავშვს უნდა ქონდეს აკითხული და შინაარსის გამოტანა და ასე შემდეგ. აი ეს PISA-ს ტესტები რაც არის 73 ქვეყანაში 77 ადგილი ავიღეთ და აზერბაიჯანი და პერუ და პანამა და ისინი თუ ჩამორჩებოდნენ. ამას ალბათ აქვს თავისი მიზეზები და შეიძლება რომ რამოდენიმე გამოიყოს. პირველი ალბათ ის რომ თანხები და ინვესტიციები არ ხორციელდებოდა შესაბამისი რაოდენობით, მეორე რაც ხორციელდებოდა ალბათ იყო არასწორად, უმეტესი აქცენტი მოდიოდა უსაფრთხოებაზე სკოლაში, მანდატური სისტემა, ეს ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანა და ასე შემდეგ, რამაც ძალიან დიდი ბიუჯეტი მოითხოვა და ნუ შედეგი ვერ მივიღეთ ჩვენ რა თქმა უნდა. და ესე ზუსტად არ ვიცი რამდენად თუმცა ერთ-ერთ ბლოგში შენ საუბრობ თემაზე თუ რატომ უნდა ისწავლებოდეს ფილოსოფია სკოლებში და მაგალითად მოკავს ის რომ იქ-საც ისწავლება მოზარდები სწორად კითხვის დასმას ეჩვევიან სწავლობენ და ინვითარებენ. შეგიძლია მოგვიყვანო მაგალითები იმ ქვეყნების და სკოლების უფრო კონკრეტულად რა შედეგი გამოიღო ფილოსოფიის სწავლებამ სკოლაში? აი ზოგად კურიკულუმში მაგალითად ფინეთში ესე არ არის რომ ფილოსოფია ისწავლებოდეს, თუმცა ფინური სწავლების მოდელი მთლიანად ფილოსოფიური არის, იმიტომ რომ დღევანდელი თანამედროვე ვთქვათ მეცნიერების დღესასრიგის დაკვეთა არის თუ ვთქვათ რაღაც განმანათლებლობის პერიოდში იყო ძალიან პოპულარული ეს რედუქციონისტული თეორიები, რაც გულისხმობდა ადამიანის ერთი მახასიათებლით ახსნას, მაგრამ რაღაცა დარვინი ბიოლოგიით ხსნიდა, მონტესკიე გეოგრაფიით, დღეს უფრო ეს ინტერდისციპლინარული ან ერთი თეორიით ვეღარ ახსნი უბრალოდ ადამიანს. შესაბამისად, ფინურმა სასკოლო მოდელმა აირჩია ის, რომ 16 წლის შემდეგ არაუშუალოდ რაღაცა დისციპლინას გასწავლიან, რომელიც არის ფიზიკა ან ქიმია, არამედ გასწავლიან ცნებას. მაგალითად, წყალი რა. იმიტომ რომ წყალი არის ვთქვათ ქიმიაშიც, ფიზიკაშიც და გეოგრაფიაშიც და ყველა სხვანაირად არის. მეცნიერების ამოცანა პირდაპირ არის ზოგადი და ცნებითი საკითხები რო აგიხსნათ. შესაბამისად, ესენი სწავლობენ წყალს ფიზიკაშიც, ქიმიაშიც და გეოგრაფიაშიც ერთად. ანუ საგანს და ცნებას სწავლობენ მთლიანობაში და არა ვთქვათ დანაწევრებულად სხვადასხვა თეორიით. სავარაუდოდ ფილოსოფიის რაღაც დანიშნულებად შეიძლება იყოს ეს ერთი მხრივ და მეორე ალბათ ის რომ დღესდღეობით ყველა მეცნიერების დარგი რაღაც პროგრესიით ვითარდება, მაგრამ ნუ ფილოსოფია რჩება იმად, რომელიც პლატონის დროს რაც იყო აქტუალური, ისიც აქტუალურია დღეს. იმიტომ რომ იქ საკვლევი ობიექტი არის ის, რომელიც არ იცვლება რაღაც კონსტანტა და ახალი ცოდნა კი არა ანაცვლებს ძველ ცოდნას, არამედ ეს გროვდება. შესაბამისად, სკოლა არის პირდაპირ რაღაც საბაზისო უნარების შეძენა და სკოლამ უნდა მოგცეს ჩვენს თუნდაც სწორად კითხვის დასმის საშუალება და თუნდაც ჩვენი საბოლოო შეხედულებები სამართლიანობაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებაზე უკვე გადაითარგმნება მე პოლიტიკურ შეხედულებებში. თუნდაც ეს საჭიროება ჩვენი სწავლის სისტემას ფილოსოფიის აუცილებლად ეგ ჯერა, იმიტომ რომ დღევანდელ დასავლურ აკადემიაში განსაკუთრებით ძალიან აქტიურად არის ეს კამპანიები დაწყებული, ტარდება მრავალი კვლევა ფილოსოფიის ავკარგიანობაზე სკოლაში და გურით და ბოლოს უნდა მნიშვნელოვნად ესე იგი აკადემიური მოსწრებით ბავშვები, რომლებმაც ფილოსოფიის კურსი გაიარეს, უკეთესები არიან ვიდრე ისინი, ვინც ეს არ არის. 2.5 წლით აღემატებიან იმის ასაკს, როგორც წავიკითხე შენ. ცოტა დრო გვაქვს სამწუხაროდ და ბოლო კითხვაც, რაც ჩვენი საგანმანათლებლო პოლიტიკა რო შეაჯამოთ, რაც გარკვეული ძვრები და ცვლილებები ხდება. საინტერესოა თქვენი შეფასება რა მოვისმინოთ. საგანმანათლებლო ან სასკოლო სისტემა თუ სასკოლო ამჟამად სასკოლოზე ვსაუბრობთ და სასკოლო სისტემა, არ ვიცი, პედაგოგების კომპეტენცია არის კითხვის ნიშნის ქვეშ და მოსწავლეების ზოგადად აკადემიური მოსწრება არ ვიცი მე არ მომწონს და დაბალი მაჩვენებელია ამისი. შეიძლება ერთი რაღაცის გადმოღებაც კიდე რაც მე ყველაზე მეტად მომწონს იმ ფინურ მოდელში, ეს არის არაფორმალური სივრცე. ძალიან დიდი ადგილი უკავია. აი, მაგალითად საბჭოთა კავშირში 100 თუ ისე მოგვარებული იყო
თანასწორობის საკითხი და დისციპლინის საკითხი. მაგრამ იქ ყოველთვის საკრალიზებული იყო მასწავლებელი და შენ თუ თქვა ან გაკვეთილს არ ისწავლდი ან პიონერის ხელსახვევს არ გაიკეთებდი, ეს ერთგვარი ჰეროიკული აქტი იყო, იმიტომ რომ სისტემას ეწინააღმდეგებოდი და ეს იმიტომ რომ სისტემა, რომელშიც შენ იღებდი მონაწილეობას და დისციპლინა, რომელსაც შენ ემორჩილებოდი, შენი შექმნილი არ იყო. ესე იგი ყველაზე კანონმორჩილი ადამიანი არის ის, ვინც ამ კანონის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მაგალითად, ძიმე ინდუსტრიაში რომ შრომელი შრომობს, მას თუ არ იცავს კანონი მის ღირსეულ შრომას და სიცოცხლის უფლებებს, ის კანონს ისე არ დაიცავს და პატივს არ სცემს. მაგრამ თუ შენი ხმა გათვალისწინებულია ამ დისციპლინაში და ამ სისტემის შექმნაში, შენ ყველანაირად ეცდები, რომ შემდეგ უკვე დაემორჩილო. ფინეთმა გააკეთა ეს იმით, რომ ერთი მხრივ მაგალითად არ ირეკე ბაზარი რაც ნიშნავს ეს არის ვთქვათ ტოტალიტარული სიმბოლო, რომელიც ერთი რაც მოცემულობა ერთიანებს დიდ ჰომოგენურ სეგმენტს. ბავშვები თვითონ წყვეტენ უკვე როდის დაისვენ და როდის არა. ეს უკვე რაღაც შემოქმედება და სუბორდინაციის სტრუქტურას დარღვეული ადაჟი სახელით მიმართავენ პედაგოგებს. ქვენობით და იმით არ ელაპარაკებენ, ანუ ეს რაც კანონ შემოქმედებითობა უკვე ბავშვობიდანვე იწყება და მე მგონია რომ მასწავლებელს სულაც არ ჭირდება ეს ხელოვნურად შექმნილი სუბორდინაციის სტრუქტურა, იმიტომ რომ ის ისედაც ცოდნის მიმტანი არის. და შესაბამისად ბავშვი ისაც გამოირჩევა მის მიმართ რაღაც პატივს. ჩვენთან არსებული განათლების სისტემაზე გურის ძალიან ისეთი არგუმენტირებული მოსაზრებები აქვს და ჩვენ აუცილებლად მოვიწევთ მას სხვა გადაცემას დასაუბროთ თუ დაგვთ ახუნდება. ახლა ჩვენ უნდა დავასრულოთ გადაცემით, რომ ყველანაირი დრო ამოვწურეთ და ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ რუბრიკაზე ცოცხალი და მოვისმინოთ Full Graki-ს ერთ-ერთი კომპოზიცია Seventh Day. ჩვენ უშაბათამდე გემშვიდობებით კარგად გრძანდებოდეთ. მე ხვალის